ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად სწრაფად მიიწევს წინ. აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 27 თებერვალს თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა. ტრამპი ამბობს, რომ მისი გუნდი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის გზები იპოვონ. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება, რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიღწეული, ან საერთოდ არ უნდა შედგეს. We're working very hard to get that. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს წინსვლა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქაა და ვინც მუშაობს ამისთვის. ჩვენ შეგატყობინებთ რა მოხდება. ეს ან საკმაოდ მალე იქნება, ან საერთოდ არ იქნება. Let you know what's პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ზელენსკის შესახებ დაუსვეს კითხვა. ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ბატონი ზელენსკი დიქტატორია? ეგ მე ვთქვი, ვერ ვიჯერებ, რომ მე ვთქვი, შემდეგი შეკითხვა. განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც. მან მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში ჯარების განთავსებაზე სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. We've discussed a plan to მშვიდობის მისაღწევად ჩვენ განვიხილეთ გეგმა, რომელიც არის მკაცრი და სამართლიანი და რომელიც უკრაინას დაეხმარება ვლადიმერ პუტინის სამომავლოდ შეკავებაში. აქტიურად მუშაობს სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად და მინდა ცხადად თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა ჯარებისა და საჰაერო ძალების ჩართვისთვის ამ მშვიდობის მხარდასაჭერად. ვიმუშავებთ ერთად პარტნიორებთან, რადგან ესაა გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გზა. კირ სტარმერის თქმით, შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, რადგან ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნის. There's a famous slogan მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში არსებობს ცნობილი გამოთქმა, რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მშვიდობა. ესაა ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, რადგან შეუძლებელია მშვიდობა იყოს აგრესორის დაჯილდოვება. ეს აქტიურებს ისეთ რეჟიმებს, როგორც არის მაგალითად ირანში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ისტორია უნდა იყოს მშვიდობის ყოფილის მხარეზე და არა დამპყრობლის. we agree დღეს 28 თებერვალს დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში ამერიკა-უკრაინის მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად შეხვდებიან.